ამ წლის განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში რეალურად არ დავღლილვართ ჩვენ. ზოგჯერ მეტნი ვიყავით, ზოგჯერ ნაკლებნი ვიყავით, მაგრამ უდრეკად ვიდექით აქ რუსთაველზე. და როგორც შეგვეცლო, მშვიდობიანი ფორმით გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს. მე არ ვიცი როდის, დღეს, ხვალ, ზეგ, მაგრამ აუცილებლად შედეგი გვექნება და აუცილებლად ის ისტორიული გზა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ გამოკვეთეს, ევროპული გზა, აუცილებლად იქნება მიღწეული. გაზაფხულის აქციებს, როდესაც ძალიან დაღლილები. ჩვენ ზოგადად მებრძოლიერი ვარ და არ ამგონია და არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ აი უბრალოდ ქართველიერი ასე მარტივად დამარცხდება რუსეთთან ბრძოლაში, ჩვენ მთავარ მტერთან ბრძოლაში და რა თქმა უნდა ეს ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ხალხი აპროტესტებს, ყოველდღე აპროტესტებს, შეიძლება სადღაც სამსახურებში, სახლში, ტელევიზორის წინ. ჩვენ მაინც ვაპროტესტებთ და ეს პროტესტი არ განელდება სანამ არ მივახცევთ ჩვენსას. ხალხი დგას მომავლის გადასარჩენად. ჩვენ აქ გავართ საქართველოს მომავლის გადასარჩენად, ეს დევს სასწორის სპინას რეალურად. რეპრესიულმა კანონმდებლობამ, რაც შემოიღეს, რა ქმედებებსაც ესენი ახორციელებენ, ვერავინ ვერ შეაშინა და ამან შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, სოლიდარული არის საზოგადოება ამ ყველაფრის მიმართ და რეჟიმს ეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რასაც ვხედავთ. ამიტომ მე მჯერა ამ პროტესტის და მჯერა გამარჯვების.